სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური ინვენტარი, სილამაზის სალონისთვის საჭირო ნივთები, საკონდიტრო და სამკერვალო მოწყობილობა, ელექტროხელსაწყოები. ეს ნივთები საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს მათი ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის საჩუქრად გადასცა. მაღალი ხარისხის ინვენტარი 100 მეტ ოჯახს საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალებას გაუჩენს. სტრატეგია ინტეგრაციის ითვალისწინებს ორ ძირითად კომპონენტს. ეს არის თავშესაფარი დევნილებისათვის საცხოვრებელი და მეორე მათი საარსებო წყაროები. სწორედ ადამიანები, რომელმაც უკვე მიიღო გრძელვადიანი თავშესაფარი და ისინი არიან განსახლებული ახალ დევნილთა ჩასახლებებში ან კოტეჯებში, მათ ახლა უკვე თავმაც შეგვიძლია მივცეთ საარსებო წყაროების საშუალებები, რათა მათ უკვე დაგეგმონ თავიანთი შემოსავალი და მათი ოჯახების განვითარების პერსპექტიული გეგმები. პროექტის მეშვეობით პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებს წყალტუბოში მცხოვრები 61 წლის აკაკი მარგიანი. შემთხვევით საარსებო წყარო, რა ვთქვა, პრაქტიკულად ახლა უმუშავარი კაცისთვის ეს ხელსაწყოები არის მარჯვენა ხელი, უმუშავარი კაცისთვის. ამით მე შემოვიდა სამუშაო ვიშოვო, დავსაქმდე. ჩემთვის ეს არის სტიმული და შემოსავლის წყაროც. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტი და მადლობა ცენტრი აფხაზეთს ამისთვის. ბიზნეს იდეები დევნილებს 500-დან 4000 ევროს ფარგლებში დაუფინანსდათ. ნაწილი იღებს 4000 ევროიან გრანტს, ნაწილი 2000, ნაწილი 500 ევროიანს. ის 500 ევროიანს ვინც იღებს, მას ჩავტარდებათ მონიტორინგი, ცენტრი აფხაზეთი ჩაატარებს მონიტორინგს და როგორც კი ნახავენ, რომ ბიზნესი წარმატებულად მუშაობს, შემდგომში დაფინანსება გაეზრდებათ. ეს არის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის დაფინანსებით, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დანიის სწავლულთა საბჭო და ცენტრი აფხაზეთი და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები თვითონ დადგებიან საკუთარ ხელს. Poverty rate is quite high, and given equipment like this today, it's a way for people to, or for in this case, the 65 grant recipients to get out of poverty, to reduce their vulnerability, and to make a living and support their family. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი დევნილთა საარსებო წყაროს ხელშეწყობის პროექტს 2015 წლიდან საქართველოს 5 ქალაქში ახორციელებს. პროექტის დამოუკიდებლობიდან თვითკმარობამდე მიზანია ქვეყანაში ფინანსურად ძლიერი მომავალი თაობის ჩამოყალიბება.